მოგესალმებით, აჭარა თაიმსი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას იწყებს მიკროფონთან მე ჟურნალისტი სულხან მესხიძე ვარ. ამჯერად პირდაპირ ეთერს ვიწყებთ აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიასთან, სადაც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა კატეგორიის მქონე ადამიანების საპროტესტო აქცია. ვიცით რომ ყოველდღიურად უკვე 500 დღეზე მეტია რაც აჭარის მთავრობასთან იმართება პროევროპული აქცია, თუმცა პარალელურ რეჟიმში დღის განმავლობაში აქ იმართება კიდევ სხვა მოთხოვნებით არაერთი აქცია. თქვენ კადრში ხედავთ აქ იმყოფებიან ელექტროსკუტერებითა და მოპედების მეპატრონეების საპროტესტო აქცია, ისინი ელოდებიან მთავრობის გადაწყვეტილებას. როგორც ვიცით, მათ საქმიანობის უფლება შეუწყვეტეს და არიციან, როდის გააგრძელებენ ეკონომიკურ საქმიანობას. პარალელურ რეჟიმში კი აჭარის მთავრობასთან ასევე არიან სუვენირებით მოვაჭრეები, რომლებსაც ასევე თითქმის 2 თვეა საქმიანობა შეჩერებული აქვთ, მათ ბათუმის ბულვარში განთავსებული ჯიხურები ჩამოართვეს და ვეღარ ვაჭრობენ ისინი და დარჩენ ფინანსების გარეშე. არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, თუმცა შედეგს მაინც ვერ მიაღწიენ. ბუნდოვანია ის პროცესი, რასაც აჭარის მთავრობა მართავს და მათ არიციან თუ როდის გააგრძელებენ საქმიანობას და ჩვენ უკვე შეგვიძლია პრინციპში მოусმინოთ მათ მოთხოვნებს, ვნახოთ რა აქვთ მათ სათქმელი. ზურა, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით თქვენი პროტესტის შესახებ. ბოლოს ვიცით, როცა აჭარის მთავრობასთან მიხვედით, ზურა პატარაძის ანგარიში მიმდინარეობდა და გაჩუმების მიზნით გითხრეს, რომ ბათუმის მეერთან უნდა გადასულიყავით და ის შეგხვდებოდათ. თუ შეგხვდათ ის თქვენ და როგორ წარიმართა ეს პროცესი, გითხარით და ახლა რა ხდება? ნახეთ, ვინც იცნობს ამ მთავრობას, ყველამ იცის თუ ამ მდგომარეობა იყო იქ და რას აპირებდნენ. ჩვენც ვიცოდით, შესაბამისად უთხარით, რომ გვატყუებთ და არ უნდათ იქ იმ დროს რომ ყოფილიყავით, თუ დროს აღმოჩნდით და ამიტომ გადაგვამისამართლენ მერთან. შეხვდა რა თქმა უნდა მერი, შეხვედრა 100 თუ ისია არის, მაგრამ უშედეგოდ. არანაირი წინსვლა არ არის. რაღაცას ისეთ რაღაცებს თავაზობენ, რაც გაგვიკეთენ და ბიზნესი გაგვინადგურენ, რეკეტი, რა ვიცი, ადავარქვა ყველანაირი ის ზღვარს გადავიდენ და ისეთ რაღაცა გააკეთენ და ამის მერე უარეს აკეთებენ. ნახე, სუვენირის ჯიხურის დადგმას გვთავაზობენ ისეთ ადგილზე, სადაც ტურისტი არ დადეს. შესაბამისად, თანხას ჩადევით, გვეუბნებიან ისეთ ადგილზე, სადაც ხო დაგაქციეთ, უარესად დაგაქცევთ. ესეთი ამ შეხვედრაზე რა ითქვა და ბათუმის მერი შეხვდათ თუ არა, ეს გვაინტერესებს ჩვენ. ბათუმის მერი შეხვდა, მისი წარმომადგენლებიც შეხვდნენ, მაგრამ შემოთავაზენ ესეთი რაღაცა. ჯიხური გააკეთეთ, გადაიხადეთ დიდი თანხა, არის 30,000 ლარამდე, მიახლოებითი ჯდება და სუვენირი გააკეთეთ ისეთ ადგილზე, სადაც ტურისტი არ იქნება. ჩათვალე რომ დაგვაქცენ, უფრო მეტად დაგვაქცევენ. ამის შემოთავაზებაა. ჩვენ გვაქვს ალტერნატივა შეთავაზება. ისეთი შეთავაზება, რაც იქნება ბათუმისთვის კარგი, რაც იქნება მაგენისთვის კარგი და რაც იქნება ჩვენთვის კარგი. ესეთი შეთავაზება გვაქვს, რაც ამ შეთავაზებაზე ხო უნდა დაგველაპარაკოს. რაზეა საუბარი, რა შეთავაზება გაქვთ? 30 ობიექტია, 30 ჯიხურია. რომელიც ნაწილდება ცათითაოდ, წვანეკოთზე 3 ობიექტი, მერე გოგებაშვილის ქუჩაზე იყო ბევრი ობიექტები და შესაბამისად ვაკლებთ და 10 ობიექტია საუბარი, დანარჩენი ობიექტები განაწილდება მიახლოებით ბულვარი არის 10 კილომეტრი. 10 კილომეტრზე განაწილდება ეს 15 ჯიხური. ეს არის რეალური შეთავაზება. ამ შეთავაზებას არ იღებენ. არ ხვდება ისეთი პიროვნება, ვინც ამას აიღებს პასუხისმგებლობაზე და ამაზე მოგუწევს მემართვას. ჩვენ ვართ თანახმა, გადავიხადოთ დიდი თანხა ამ ჯიხურში, თუ მოგცემენ ხელშეკრულებით და თუ მოგცემენ ამ ლოკაციებზე. მაგრამ სამწუხაროდ არის, რომ ბატონი ზურა არის ის პიროვნება, რომელიც ამ ყველაფერს გადაწყვეტს. საჭარაში ეს ყველა მიცის. რა მოლოდინი გაქვთ? ის არის ქართული ოცნების პოლიტიკის გამტარი და იმ ქართულმა ოცნებამ თქვენ ფაქტობრივად დაგაზარავათ თავის დროზე, ხო? იმიტომ არ გვაქვს მოლოდინი, რომ დილის 10 საათიდან აქ ავართ.
და ანუ შესაძლებელი არის ეს იცის ყველამ და აქედან არ შევიდა. შესაბამისად უკანა მხრიდან შევიდა. აი ველოდებით მის მერე, აი ამას ქვია შეპარვა, გამოპარვა და ესეთი რაღაც. აი ამას რომ მოსახლეობისთვის ასარიდებლად აკეთებ, მე რა მოლოდინი უნდა ქონდეს, მე არ ვიცი. ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ჩვენ მაინც ბოლომდე, ანუ სხვა გზა არ დაგვჩენია. ბოლომდე უნდა ვიყოთ აქ, მოგვიწევს დაძინება და ვიზინებთ. ოღონდ ჩვეულებრივად, ანუ ნახე, აქ არის, რა ვიცი, 1000 პროვოკატორს უშვებენ, 1000 რაღაცა სიტყვებით. ჩვენ ვართ ყველა ვიცით უკვე რომ თითის მიდებაზე, რაღაცა სიტყვაზე, ტროტუარზე დგომაზე იჭერენ ხას. ჩვენ რა ქვია, ვებრძოლებით ამ ხელა მანქანას, ხელებ აწეული. იმიტომ რომ არ ვართ არც ერთი იმის გულისთვის გამოსული რომ რაღაც მოვითხოვოთ სხვა რაღაც. ჩვენი ბიზნესი რატო წაგვართვით და რატო არ გვაძლევთ? რატო არ გვაძლევთ იმის მას რა ქვია ნებას რომ ვიშრობოთ? შემეც არ აქვს. ასაგებია, მადლობა, სხვების მოსაზრებაც მოვისმინოთ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გვითხარით ბოლო შეხვედრის შესახებ, რა გადაწყვეტილება მიიღეს, რა შეთავაზება იყო თქვენზე და ახლა რა ეტაპზე ხართ? ბატონო სულხან, ჯერ დიდი მადლობა თქვენ, ჩვენ გვერდით გახართ. ამდენი შეურაცხყოფის მიხედვით, მაინც ჩვენთან ხართ და დიდი მადლობა და დიდი სოლიდარობა თქვენ. ეხლა რა მინდა გითხრათ? აი, თქვენ აკვირდებით, რომ 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობს საქმე როგორ. ნუ გეშინიათ, თქვენ გვერდით ვართ, ნუ გეშინიათ, ყველაფერი იქნება ისე, რომ თქვენ შეწვდებით ამ პრობლემას. იყო ასეთი საუბარი, რომ ნუ გეშინიათ მიმდინარეობს საქმის მსვლელობაში, იცით რომ სად არ ვიყავით, ეგერ ბატონ ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილში ვბრძანდებოდით, რომ მოგვაქციონ ყურადღება, კი, შეხვედრები მიმდინარეობს, შეგხვდენ, მაგრამ ჩვენ დასასარგებლოდ არა. 4 თვის მერე გვიბარებენ, მერსად შეხვდით და გითხრა რომ იცით რა, ჯიხური შეკერვას ჩვენ ამ წუთას ვერ ვახერხებთ, უნდა შეკეროთ თქვენ, ეს ჯიხური ღირებულება არის 22000 ლარი, რომელსაც ჩვენი თანხები 4 თვეა რო ადამიანი ვერ მუშაობს, 4 თვეა უმუშევარია, ხო? იმან საიდან უნდა მოიტანოს ჯერ ეს 22000 ლარი? საწავიდა ის ჯიხურები, რომლების თავის დროზე ბათუმის მერიამ გააკეთა. მე მგონი აეროპორტთან არის ატანილი, ზუსტად მე მგონი იქ არის ახლა. ზუსტი ინფორმაციით არ ვიცი, მაგრამ სადაცაა თქვენი ჯიხურები, იქით არის ატანილი აეროპორტთან. ის არ გამოდგებაო? ის აღარ გამოდგება უკვე ამდენი წლის ის არის, რა ქვია, ამდენი წელიწადი ვიმუშავე და მე მგონი ახლა არ გამოდგება, მაგრამ ახლა რაში მდგომარეობს საქმე? 22000-იანი ჯერ ადგილიც არ არის ისეთი. ადგილი რო იყოს, რომ ნუ იყოს, რომ გიღირდეს, მაგრამ ამ სოციალურად, აი რა მდგომარეობაა საქართველოში. ხო ატყობთ რა, როგორი სოციალური მდგომარეობა. შენ ახლა რომ 4 თვე მე ვერ მუშაო, მოითმინე და მე მეუბნები რომ იცით იქ რა კარგი ადგილია, მოძრაობს ხალხი. მე სადაც მოძრაობს, ვიცი ხო ამ სფეროში ჩახედული ვარ. 19 წელიწადია ქუჩაში ვარ. ხო სად არის კარგი ადგილი და სად არის სუდი ადგილი? მე ხო ვიცი ეს. შემოსასვლეშიო, აი ნუ ევროსტანდარტებით გვეუბნებიან და გაკეთესო ქალაქშიო შემოსასვლელიო. ქალაქში რომ შემოსასვლეში კარგი უნდა იყოს, ვიმუშავებ ჩვენც. გავაკეთოთ ის ევროსტანდარტები და ვიმუშავებ ჩვენც. იყოს მისაღები ხალხისთვის. ახლა ნახე მეორე თემაზე გადავიდეთ, რა ხდება. ნუ 30 ჯიხურს ჩვენ გოგებაშვილის ქუჩაზე კი არ ვიტყოდ. მოხდეს გადანაწილება. დავიწყოთ იმ გოგებაშვილიდან და გადავანაწილოთ. ისე რომ ეს ხალხი დაკმაყოფილდეს. ახლა დღესაც ჩამოვიდა, აი რა არის იცი, ამ ეს ზურა პატარაძე მეგონა რომ საფხულობით ახლა ხდებოდი ჩამოგვართმევდა ხეს როგორ მიდის, როგორ მიმდინარეობს საქმე და ეხლა როგორც თამაზაშვილი ესაც ბარიერებს გვიმართავს და არ ხდება. რას ვლაპარაკოთ, აი რასაც თქვენ გეუბნებით, იმას ვიტყვით იქაც. ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთი შეთავაზება იმიტომ მიიღეთ, რომ ფინანსურად თქვენ ამას ვერ შეწვდებოდით და ფინანსურად სადაც შევწვდით, იქ ყოფილიყავით მაშინ. იქ ყოფილიყავით და აი სანამ აიღებდნენ, ხო, უნდა იფიქრო, მაგ 4 თვე ვერ მოგიგვარებია შენ ეს თემა. მე იმას გეკითხებით, რომ სპეციალურად ხო არ არის ასეთი შეთავაზება, რომ თქვენ ვერ შეწვდეთ ამას ფინანსურად და ფაქტობრივად არ მოგეცემათ საქმიანობის გაგრძელების უფლება. ჩვენ გავჩერდებით, მე იმიტომ დგება რა, გინდა საღამოთი გამოსული. რომ არ გავჩერდეთ. ეს შემოსავლის წყაროა. რატომ არ გხვდებათ ზურა პატარაძე თქვენი აზრით, იმიტომ რომ დილიდან აქ ხართ თქვენ. აი ნახე რა ხდება. აი ბატონ დათოსანაც ვიყავით ჩასული, აგერ მერთანაც ვიყავით, ვერ ვიტყვი რომ ახლა მაგენი არ შეგხვდნენ და არა. მაგრამ აი კატეგორიულად გამორიცხეთ გოგებაშვილი, იქ მიბრძანდით, აი ეიფორიას რა ახალ ბულვარში. იქ არის ადგილები, იქ არისო რა ქვია, ხალხი იქ მოძრაობსო და იქ იმასკენით რა ქვია, იმუშავეთ იქო.
და ის თქვენ ფინანსურად არ არის თქვენთვის არც ხელსაყრელი. ფინანსურად არის ხელსაყრელი და არც ადგილი არის ხელსაყრელი. რომ ადამიანმა გახვიდე და იმუშაო. ისედაც რა სოციალური მდგომარეობაა ხალხო, რა ის არის, აი ვინც მუშაობდა, იგიც გახარის. იგიც გაუშვეს სახში. გასაგებია, მადლობა. თქვენც გითხარით, ქალბატონო, რას ფიქრობთ ამ შეთავაზებაზე, რაც გააკეთა ბათუმის მერიამ და რატომ არ გვხვდება თქვენი აზრით ზურაბ პატარაძე? მოგესალმებით, მე არ ვიცი რატო არ გვხვდება დილიდან აქ ვარ. რას ვითხოვთ? ბევრს არაფერს არ ვითხოვთ. მოგცენ სამუშაო ადგილები, სადაც ჩვენ გვინდა, სადაც რომ მართლა მუშაობა იქნება. ეხლა ჩვენ ისეთი ადგილები გვითხრეს, იქ არანაირი სამუშაო არ იქნება. იქ ტურისტი არ მივა და რისთვის ვიყოთ იქ, რისთვის წავიდეთ? ამიტომ ხომ შეიძლება რომ შევთანხმდეთ, დავილაპარაკოთ, მოვილაპარაკოთ, რა უფრო უმჯობესია და როგორ შეიძლება დილის მერე ველოდებით და არ შეგხვდა. რატომ არ გხვდებათ, რატომ გემალებათ, როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ თავიდან გქონდათ მოლოდინი, რომ ზურაბ პატარაძე არის ხალხთან კომუნიკაციაშიო და შეგხვდებაო, ეს მოლოდინი გქონდათ თქვენ? დიახ, მოლოდინი გქონდა, აი ძალიან მართლა გქონდა მოლოდინი, რომ უფრო ხალხისთვის იყო და გასულ წლებს რო ვიხსენებთ, აი როგორი ურთიერთობა იყო ხალხთან მიმართებაში, ამის აქედან გამომდინარე, ვფიქრობდით, რომ მოგვისმენდა, შეგხვდებოდა, მაგრამ ველოდებით და არაფერი. ახლა რა მოხდა, რატომ ჩაიკეტა ზურაბ პატარაძე, როგორ ფიქრობთ? არ ვიცი, ვიმედოვნებთ, რომ მაინც შეგხვდება. მაინც ვიმედოვნებთ. ვიმედოვნებთ. მადლობა თქვენი აზრისთვის, სხვებსაც მოусმინოთ. ქალბატონო, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით თქვენი სათქმელიც და ის შეთავაზება, რაც გააკეთა ბათუმის მერიამ, რატომ არ არის თქვენთვის ხელსაყრელი? იმიტომ რომ ასე იგი არ გვაქცევენ ყურადღებას რა. ვითხოვთ 4 თვეა დავდივართ და არანაირი შედეგი არაა. დევიღალეთ მართლა. აი დილას გამოვედით 10 საათიდან აქანე ვართ. და ველოდებით ზურაბ პატარაძე შეხვდეს, ძალიან კარგი ადამიანი არის და იმედია რომ მისი სიტყვა გადაწყვიტავს. კარგი ადამიანობა რაში გამოიხატება ქალბატონო, როცა დილიდან აქ ხართ თაკარა მზის გულზე და არავინ გამოდის თქვენთან სასაუბროდ. ამ ფონზე მაინც რაღაცა იმედი მაქვს, რომ მაგი ხვდებოდა ქუჩაში და გველაპარაკებოდა, გვესაუბრებოდა, როგორ ხართ და მაგის იმედი გვაქვს კიდე და მოლოდინში ვიქნებით, რომ დაგველაპარაკოს. მაშინ ქართული ოცნება ყველას ელაპარაკებოდა, ახლა უკვე აღარავის ელაპარაკება. ხო, ახლა მაგი არ შევეხებით. კეთილი. გასაგებია, მადლობა. როგორც თქვენ მოისმინეთ, აქ შეკრებილი არიან სუვენირებით მოვაჭრეები, რომლებიც ბათუმის ბულვარში წლების განმავლობაში საქმიანობდნენ, თუმცა მათ ეს საქმიანობა შეუზღუდეს და ფაქტობრივად დარჩნენ შემოსავლის გარეშე. არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი არის ივანიშვილი და მათ ჰქონდათ მოლოდინი იმისა, რომ აუცილებლად დაინტერესდებოდა აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია და მათი საკითხი დადებითად გადაწყდებოდა, თუმცა დღემდე მაინც ბუნდოვანია მათი საკითხი და მათ არავინ ხვდება პრინციპში, აქ არიან უკვე დილიდან და როგორც თავად ამბობენ, ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა უნდათ, თუმცა პატარაძე მათთან სასაუბროდ არ გამოდის, მათ შორის როგორც თავად ამბობენ, არც წარმომადგენელი გამოდის კონტაქტზე. თქვენ ისმენდით სუვენირებით მოვაჭრეების მოთხოვნებს, ცხადია სამომავლოდაც ამ თემას ვაკვირდებით და როგორ განვითარდება პროცესები, ჩვენ ამის შესახებ აჭარა თაიმსის მაყურებელი აუცილებლად გაიგებს. ახლა კი ჩვენ შეგვიძლია უკვე მოვუსმინოთ, თუ ეკნებათ საუბრის სურვილი, მოპედებითა და ელექტროსკუტერებით სკუტერების მეპატრონეებს, რომლებიც აჭარის მთავრობასთან ასევე მართავენ საპროტესტო აქციას. მოგესალმებით, ბატონო. დაგველაპარაკებით. ისინი აქ საპროტესტო აქციას უკვე რამდენიმე დღეა რაც მართავენ, თუმცა მედიასთან საუბარს ერიდებიან, ფიქრობენ, რომ თუ ილაპარაკებენ მედიასთან, ამით პროცესი დაზიანდება, მათ აქვთ მაინც გარკვეული ტიპის მოლოდინი იმისა, რომ მათი საკითხი დადებითად გადაწყდება. ნახოთ თუ დაგველაპარაკება ვინმე. მოგესალმებით, ვინმე დაგველაპარაკება. უკაცრავად ვინმე დაგველაპარაკება პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით თქვენი აქ შეკრების მიზეზი რა არის? ჩვენი აქ შეკრების მიზეზი არის სამუშაო ადგილებს ვითხოვთ.
სხვა არაფერი, ეგ არის ჩვენი პრობლემა. სამუშაო ადგილებს ვითხოვთ, ბულვარში დასაქმებულები ვართ, თვით დასაქმებული ხალხი ვართ ბულვარში, ელექტრომოპედები და ელექტროსამოკადები გვაქვს და როგორც უკვე იცის ყველამ და ცნობილია, თვე-ნახევარია უკვე ბულვარიდან გამოსული ვართ და ვითხოვთ ბულვარში დაბრუნებას ჩვენ სამუშაო ადგილებზე. ეს არის ჩვენი მოთხოვნა, სხვა არაფერი არ გაგვაქვს, სხვა არაფერი მოთხოვნა არ გვაქვს. ეს არის მარტო. ეს მოთხოვნები ცნობილი არის აჭარის მთავრობისთვის, ბათუმის მერიისთვის, მათგან რა პოზიცია არის, აი ვინმე თუ გხვდებათ, თუ იცით როგორ გადაწყდება ეს საკითხი? შეხვედრები არის, რაღაც შეხვედრები აგრირთ, მაგრამ კონკრეტული პასუხი ჯერჯერობით არაფერი არ არის. ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვით მაგ თემაზე, იმიტომ რომ კონკრეტული არაფერი არ არის ჯერჯერობით პასუხი. ფაქტია რომ ქუჩაში ვდგავართ, ფაქტია რომ უმუშევრები ვართ. ეს არის ფაქტი. სხვას ვერაფერს. მოლოდინი როგორი გაქვს თქვენ? იმიტომ რომ ტურისტული სეზონი ფაქტობრივად იწყება დღე-დღეზე. კი და მოლოდინი იმედი ბოლოს ხდება, ქართველი ხალხი ვართ მით უმეტესად. იმედი ბოლოს ხდება და ნახოთ. დიდი იმედი გვაქვს ხელისუფლების, აჭარის მთავრობის, მოგვაქცევს ყურადღებას, გაითვალისწინებს ჩვენ პრობლემებს, გაითვალისწინებს ჩვენ გაჭირვებას და გაითვალისწინებს იმას, რომ ალტერნატიული სამუშაო ადგილები არ გაგვაჩნია და გვაბრუნებს ისევ ჩვენ ადგილებზე და გვასაქმებს ისევ როგორც ვიყავით, ამის დიდი იმედი გვაქვს. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. სხვები არაფერს გვეტყვით, ბატონო, გითხარით თქვენი სათქმელი რა არის? აი რაც გითხრათ, იმას გეტყვით მეც რომ ასე არის. აალაგებია სუღველას დაწყებული ქვევიდან იმამდის აგერ საბაგირომდის აალაგებია სუღველას და გვეუბნებიან ხვალე გეტყვით, ზეგზეგ გეტყვით, გადაწყდება ეს საკითხი და რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? დაგტავენ ნებას ალბათ ეს მოლოდინი. უნდა შეხვდეს დაჟე აი თავრობის პროზი. პატარიძემ თუნდა გამოვიდეს და დაგველაპარაკებს ამ თემაზე, რომ დაგმაკმაყოფილებს ჩვენ ამ ჩვენი სამუშაო ადგილებზე. რამდენიმე დღეა რაც აქ ხართ დილიდან ყოველდღე იკრიბებით, თუმცა არ შეგხვდათ ჯერ. რატომ არ გხვდება თქვენი აზრით პატარაძე? არ ვიცი, ვერ გეტყვით. აი მას უნდა ვთქვა. კეთილი, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ აქ იმყოფებიან ელექტროსკუტერებისა და მოპედების მფლობელები, რომლებიც ასევე საქმიანობდნენ ბათუმის ბულვარში, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა ამ ეტაპზე აღარ ეძლევათ. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ საპროტესტო აქციას, იმყოფებიან აჭარის მთავრობის სახლთან, თუმცა როგორც თავად ამბობენ, მათთან სასაუბროდ არავინ გამოდის. ისინი ერიდებიან მედიასთან ღიად საუბარს, კრიტიკულად საუბარს, რადგან მიეჩნიათ, რომ შესაძლოა მათი ნებისმიერი ნათქვამი სიტყვა პროცესისთვის იყოს დამაზიანებელი, ამიტომ ჯერჯერობით საჯარო განცხადებებისგან თავს იკავებენ, ელოდებიან კვლავ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს აჭარის მთავრობა, კერძოდ ზურაბ პატარაძე, რომლის შემდგომაც უკვე გადაწყვეტენ თუ რაზე ისაუბრებენ საჯაროდ. ჩვენ ცხადია ამ პროცესებს ვაკვირდებით და რა ტიპის სიახლე მოყვება ამ ამბავს ჩვენი მაყურებელი აუცილებლად გაიგებს ამის შესახებ. მადლობა რომ გვენდობით, მადლობა რომ გვიყურებთ, გემშვიდობებით, თუმცა ცხადია მოვლენათა განვითარებით ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ.